მაგადგილს ვამზადებთ, სადაც აი ეს ახალგაზრდები სახლში რო სხედან და ახლა სად წავიდეთ და იტყვიან რომ წამა ქალაქის თეატრში წავიდეთ. აი ეგ ძალიან მინდა რომ იყოს. მგონია რომ ჩვენ ქალაქს ჭირდება ეგეთი დამოუკიდებელი სივრცე, სადაც თეატრიც იქნება, გამოფენაც იქნება და იქნება ყველას და იქნება არავისი. ხვდები, იქნება ქალაქის. ამიტომ აი ეს დავდივართ და დავდიოდით ვეძებდით და მე ნელ-ნელა ეს სეირნობაში რაღაც კარგ ადგილს მივაგენით ამისთვის. იმ ტერიტორიას, სადაც ქალაქის თეატრი იქნება, ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი თუ კი რამე არის და გვიყვარს აქვს შენარჩუნებული. თავიდანვე, რადგანაც ჩვენ თვითონ ვეძებდით ადგილს და მე აღმოვაჩინეთ და მე რო თქვით, მოდი როგორ მივიტანოთ, ეხლა ეს ხალხამდე. მე გადავწყვიტეთ, რომ მოდი თვითონ იპოვოს ხალხმა ქალაქის თეატრი. ასე რომ უნდა იპოვოთ ქალაქის თეატრი. თავარი არის რომ იპოვე ქალაქის თეატრი. მოვაგენთ, ვიპოვეთ ქალაქის თეატრი, მოკლედ. ჩვენ მაყურებელმაც უნდა იპოვოს. არ ვიცი, კარით როგორ მოაგნებენ? ყოველდღიური მოსაგნებია. ნამდვილი მოსაგნებია. წავით, ახლა ხალხი უნდა გაგაცა. ჩვენ არ ვამბობთ, რა თქმა უნდა, მისამართი, მაინც რაღაცა მინიშნება შეგვიძლია მივცეთ მოგვაგენს. არა მარტო მაყურებელმა ვიტყოდი, რომ იმ თავისუფალმა ხელოვანებმა, რომლებსაც აქვთ რაღაც გარკვეული იდეები და იმის განხორციელება წარმოუდგენელი ჩვენი ხელით სად ვასუფთავებთ, მე ჭერზე გადავალთ, მე ნელ-ნელა, რაც უფრო საინტერესოა. ირაკლი, რა არის ეს, რას ნიშნავს ეს ლოგო, რას ნიშნავს? ეს არის მთელი ცხოვრება, როცა მსახიობი ხარ, გეუბნებია რომ ან გააკეთე ჩაინიკი, ან გააკეთე საფერფლე და გიკეთებთ მეგობრებო ჩაინიკს, რომელსაც ქვია ქალაქის თეატრი. ჩვენ ვაშენებთ თეატრს, სადაც მაყურებელსა და სცენას შორის არ იქნება გამყოფი ოქროსფერი მოჩუქურთმებული ჩარჩო. რაც ყველაზე მთავარია ვართ ერთად მეგობრები, ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და იმედია ყველაფერი გამოგვივა. ეს კარი რო გაიღება, საერთოდ ყველასთვის გაიღება. ხშირად არის რომ ახალგაზრდების სივრცე ახალგაზრდებისთვის და რაღაცნაირად არ არის შეზღუდული, ხო, ასაკითქვენ სივრცეში. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სქეს მნიშვნელობა არ აქვს. კულტურა უნდა ამოიწიოს აი ამ დარბაზში უფრო მეტად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, ვინც ბევრ რამეს აკეთებს და უბრალოდ ჯერჯერობით არ ჩანან, არიან თავის სახელოსნოებში. ხელოვნება მარიცის ფენა. არსებობს ხო რაღაც ფენები დაუშვათ თუნდაც სოციალურად, ხო, რაღაც მაღალი ფენა, საშუალო ფენა, დაბალი ფენა. ჩვენ გვინდა რომ ეს ადგილი იყოს აი ამ ხალხის გამაერთიანებელი. თეატრიც თავშეყრის ადგილას რაღაცას აწყობდნენ პატარა სცენას, თავშეთ კომედიელ არტი როგორც იყო, ხო? ხალხში გამოვიდოდნენ და თავის სათქმელს იქიწყოდნენ. რაც გინდა, როგორც გინდა, იმიტომაც რთულია რაღაცნაირად ბიუროკრატიულ, ბევრი ვალდებულების ქვეშ ყოფნა და გინდა რომ გახვიდე აქედან და რაღაცები გააკეთო ძალიან ახლოს იყო მაყურებელთან. იგივე აი გლობუსის თეატრი როგორ არის, ხო? რო შეხედო. ქვევით დგას დაბალი ფენა, ზევით დედოფალი იჯდა. მაგრამ ისიც მაყურებელი იყო და ისიც. მეგონა რომ შიში ძლევდა თეატრის სიყვარულს და რეალურად მოხდა პირიქით. გადატენილია დარბაზები, მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოდის და ეხლა მივხვდი რომ ხალხს ძალიან სჭირდება თეატრი. უყვარს თეატრი და მისთვის ხოლოდ განტვირთვის კი არა, ეს ხო რაღაცნაირი სამკურნალო დაწესებულებაც არის. არისტოტელესეულად რო შევხედოთ მივხვდი რომ ხალხს ძალიან სჭირდება თეატრი, იმიტომ რომ მივსება დარბაზი, ეს არის პასუხი რეალურად იმ კითხვაზე უყვარს თუ არა ხალხს თეატრი. ხალხს თეატრი ძალიან უყვარს.
ისევე ხალხის ხმაზეა დამოკიდებული და ხალხის დამოკიდებულებაზე რა უნდა ხალხს ხო რაც ხალხს უნდა ის უნდა იყოს ქალაქის თეატრი თუმცა წარესათქმელიც იქნება აქ აუცილებლად გვპირდებით რომ წარედაც ვიტყვით იმ სიმართლეებს რაც რეალურად არსებობს კიდევ ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხო თითქოს შეფარვით არის და გვინდა რომ თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ღია იყოს და ახლოს ვიყოთ მაყურებელთან მაშინ ხო მაშინ უნდა ვთქვათ ყველა შეიძლება მკვახეები ვიყოთ ხანდახან მაგრამ მოგწონს ზუსტად და სწორიც არის მოდი იმ ხალხსაც უნდა ვთქვათ აუცილებლად ვინც უკვე დაგვიდგა გვერდში აი ჩვენ მეგობრები ვახსენე ვინც უბრალოდ მოვიდა და ჩვენთან ერთად თუნდაც აი რაც კედელი იყო გასაკეთებელი თუ რაღაც ასევე რაღაცა გარკვეული დონაციით შემოვიდა ჩვენთან ერთად ასეთ ხალხსაც ვიმეგობრებთ გულღია ვართ ასეთ ხალხთან და მზად ვართ რომ მათი პარტნიორები ვიყოთ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ყველას რომ აი დონაცია დაგჭირდება უბრალოდ მოხალისეობა დაგჭირდება უბრალოდ გვერდში თქუნა დაგჭირდება უბრალოდ გინდა რომ გარეთ დადგე დაიყვირო რომ მაგრები ხარ მოგესიეთ ხალხო ჩვენი კონცეფციით შეგვიძლია ერთ დღეში მივიღოთ გალერეა ერთ დღეში მივიღოთ გალერეა მოვაწყოთ გამოფენა ჩავატაროთ სპექტაკლი სპექტაკლის შემდეგ პატარა ჩვენს კაფეში პატარა ლაივ კონცერტი და შემდეგ უკვე გვიან ღამით ჩავატაროთ ივენტი ხო ჩვენ გავართ პარტერში პრინციპში ну რაც ძირითადი მხარე იქნება პარტერის რა მაგრამ როგორ არის იცი გვინდა რომ ძალიან მობილური სივრცე იყოს და გადალაგდეს რეალურად ანუ თუ ვინმეს მოუნდება რომ იქით დადგეს პარტერი ან საერთოდ გააქროს საერთოდ დავიღოთ ესეც შესაძლებელი იქნება საგრემიოროები პატარა საგრემიოროები თინათინს ექნება თავისი სივრცე დაუშვათ სტუდიასავით სტუდია პრინციპში დანარჩენ იქით პატარა კაფე გვექნება ალბათ სადაც აუცილებლად დაგვატირებ როგორც გავხსნებ პირველი კვარტირებში გონია რომ ხელოვანს არის დამოუკიდებლობა სულ ეძებ და ყოველ შანსს იყენებ იმისთვის რომ დამოუკიდებელი იყო და ასეც უნდა იყოს ეს სივრცე გაიხსნება მაშინ როდესაც აი მინიმალურად რაღაც იქნება გაკეთებული იმ ხალხის და იმ პარტნიორების დახმარებით რა თქმა უნდა ვისაც ველოდებით ჩვენს გვერდით დადგება მეც ხშირად გამიგია ეგ იდეა, ეგ აზრი, რომ თეატრი აღარ არის საჭირო. და კატეგორიულად არ ვეთანხმები და პასუხს სცემს ისო და ისო მაყურებელი. მაგ კითხვას რა მარადიულია თეატრი. დარწმუნებული ვარ მაგაში. იცვლება ზოგჯერ და უფრო ხშირად რაღაცა წრეზე ბრუნავს, ძველ სიხსენებს და ახლებურად გაჩვენებს, მაგრამ მარადიულია.